ერთი დღე Challenge Cup-ის play-off-ის განმეორებით მატჩამდე სარაგბო გუნდი თბილისის კავკასიელები იტალიურ როვიგო დელტას წინააღმდეგ ითამაშებს. ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი ქართულმა კლუბმა 22-18 წააგო. ხუთქულიანი სხვაობით მეტოქის დამარცხების შემთხვევაში ქართული კლუბი ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე პირველად ითამაშებს. შეხვედრა ხვალ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი სიმბოლურია და 2 ლარი ღირს. Challenge Cup-ის განმეორებით შეხვედრას თბილისის კავკასიელები ოპტიმალური შემადგენლობით ჩაატარებენ. გუნდში მხოლოდ რამდენიმე ცვლილებაა. ხვალინდელ შეხვედრას 9 ნომრად გიორგი კაჭარავას ნაცვლად გიორგი ბეგაძე დაიწყებს. სასტარტო შემადგენლობაში დებიუტი აქვთ გიორგი აფციაურსა და გიორგი ფრუიძეს. თბილისის კავკასიელების მთავარი მწვრთნელი გუნდის სათამაშო ტაქტიკაში განსაკუთრებულ ცვლილებებს არ გეგმავს. გვაქვს რა თქმა უნდა ტაქტიკურად თვითონ მოთამაშეებთან დავალებები, სადაც სუსტად ვითამაშეთ. ჩვენი ძლიერი მხარე, ჩვენი ძლიერი გოლი, რომელიც სათანადოდ ვერ გამოვაჩინეთ ამ თამაშზე, ვეცდებით იმას, რომ ჩვენი ძლიერი მხარეები წინ წამოვწიოთ, სუსტი მხარეები უფრო მეტად გავაძლიეროთ და ეს არის თამაში რა, ამას როგორც მოახერხებთ მწვრთნელები ამის გადატენას და შესაბამისად მოთამაშეების მოედანის შესრულებას სამგზავრო გუნდი მოიგებს. თბილისის კავკასიელებმა და როვიგო დელტამ დღეს მიხეილ მესხის სტადიონზე კაპიტნის ვარჯიშები გამართეს. თბილისელებისგან განსხვავებით იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა მთლიანად შეცვალა შერკინების პირველი ხაზი და 8 ნომერი. შესანიშნავი არენაა ხვალ საინტერესო თამაში გველის. ჩვენ შევიტანეთ რიგი ცვლილებები ჩვენს შემადგენლობასა და ტაქტიკაში. თბილისის კავკასიელები საკმაოდ ძლიერი გუნდია და ხვალ ჩვენ დიდი შრომა დაგვჭირდება გამარჯვების მოსაპოვებლად. Challenge Cup-ის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა ხვალ მიხეილ მესხის სტადიონზე თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება. ბილეთების გაყიდვა სტადიონის სალაროებში დღეს დილიდან დაიწყო და მისი ფასი 2 ლარია. ჩვენ გუნდს ჭირდება მხარდაჭერა. მხარდაჭერა ჭირდება გემრიელი, კარგი, ისეთ როგორც სარაგბო გემრიელი თან მხარდაჭერა და ამის შესრულება ძალიან მარტივი არის. ბილეთები იყიდება დღეიდან, დღეს დილის 11 საათიდან მესხის სტადიონის სალაროში, ან იგივე ლოკომოტივის სტადიონის სალაროში იყიდება დღეს, გაიყიდება ხვალაც მატჩის დღეს. თბილისის კავკასიელებსა და როვიგო დელტას შორის გამართული პირველი შეხვედრა ქართულმა გუნდმა კარგი თამაშის მიუხედავად 22-18 დათმო. ხვალ თბილისში იტალიელების 5 ქულით დამარცხების შემთხვევაში ქართული კლუბი ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე პირველად ითამაშებს. L'apertura che allarga per Shkinin, attenzione Shkinin, in bandierina c'è la meta. Molto bene.